რატომ არ არის დაკითხული მინიმუმ 3 ადამიანი? გომელაური, ხარაზიშვილი და მემანიშვილი მას შემდეგ, რაც პრემიერი რომ ქვია იმ კაცმა, საჯარო და სატელევიზიოდ დაიწყო იმაზე საუბარი და აღიარება, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ადამიანებს ცემდნენ და თურმე ეს ადამიანები ჯერ ამ დრომდე ვერ გაშიფრეს. რაც ჩემი თვალით ვნახე და სადაც შემიძლია თქვა, რომ კონკრეტული ფაქტი შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, იმაზე გესაუბრებით ხიად და კაფეოთ. ეს იყო ხაბეიშვილის შემთხვევა, ეს იყო რუგავას შემთხვევა და ეს იყო ახალგაზრდა კაცი მის გვარი არ მახსოვს. თუ არ იცის და არ მოусმენია ბატონ ირაკლის, ზვიად ხარაზიშვილი პირდაპირ ეთერში ამბობდა, რომ მას სია ჰქონდა და ამ სიის მიხედვით სცემდა ადამიანებს. ეცემ არაკაცებს. ვის მაგალითად? აი სია გვაქვს, ეხლა გაჩვენებ ფოტოქან. ადი ნუიღებ ხარაზიშვილი პირდაპირ ეთერში ემუქრებოდა ლევან ხაბეიშვილს. პოლიციის კორდონში გაატარეს. იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც აქციაზე პირდაპირ სპეცრაზმენები ეძებდნენ ლევან ხაბეიშვილს. ავიგონეთ, როგორ საუბრობდნენ ერთმანეთში და მათ ახსენეს ლევან ხაბეიშვილის სახელი და გვარი და ეკითხებოდნენ ერთმანეთს დაინახეს თუ არა ამ ტერიტორიაზე და იყო თუ არა ის ჭიჭინაძის ქუჩაზე, როგორც ჩანს ახალი ძალადობის დავალება აქვს გაცემული და მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილამდე სცემეს ლევან ხაბეიშვილი და მან ოპერაცია გადაიტანა იმ საღამოსვე, მეორე დილით ის პარლამენტში მივიდა და პარლამენტის ტრიბუნიდან მოყვა ყველაფერი, რაც მოხდა. იძახოდეთ, რომ ბოკალიც და თქვით, რომ მერე თავი დაარტყა. მას არაერთხელ საჯაროდ, სატელევიზიოდ უსაუბრია იმის შესახებ, თუ ვინ, როგორ, რამდენი ხნის განმავლობაში უსწორდებოდა მას. დეტალურად არის ყველაფერი და დეტალურად აქვს მონაყოლი ის, რაც ძალიან კარგად იცის ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლობა სინამდვილეში. ამ გამოძიებასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ 9 სპეცრაზმელი იდენტიფიცირებული იყო და ერთ საპატრულო პოლიციის მაღალი თანამდებობის პირია გოგა მემანიშვილი, რომელიც მაშინვე თქვა, რომელიც უყურებდა ამ ყველაფერს. ფაქტობრივად 9 ადამიანი სპეცრაზმელი, რომელიც ამ ძალადობრივ მოქმედებაში მონაწილეობას იღებდა, იდენტიფიცირებული მყავს. 2 ადამიანისთვის იარაღი უჩუქებია, ბატონ ჭუკი გომელაურს, ვახო გომელაურს, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო მაგ დროს, დააჯილდოა, ხარება და კიდე 2 ადამიანი, ცხადია ეს 2 ადამიანი იდენტიფიცირებული მყავს და ასევე 9 ჯამში 9 ხარება ჩათვლით იყო 9 ადამიანი. უფრო აქტიურები, შედარებით აქტიურები და წვრილფეხები, ანუ 9 ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა. მე სახელი გვარებით, თანამდებობებით, ფოტოსურათებით ცხადია ყველა ვიცი. შესაბამისად, ირაკლი კობახიძეს თუ უნდა რომ უბრალოდ ლოგიკაში მაინც გაყვეს ვინმე, პირველ რიგში ლევან ხაბეიშვილი უნდა იყოს თავისუფალი, იმიტომ რომ სწორედ აი ამ გდდ-ს თანამშრომლობის ვიზეც ის საუბრობს ესე რომ თურმე აღიარებს ამ ყველაფერს. ამ გდდ-ს თანამშრომლობის ჩვენების საფუძველზე არის ახლა ლევან ხაბეიშვილი ციხეში.